საქმე ის არის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ეხლა განსაზღვრავს კულტურულ მიმდინარეობებს, განსაზღვრავს პოლიტიკას, სწორებას აკეთებს ამ ფილოსოფიაზე, რომ ადამიანი როგორც მოცემულობა უნდა იქნას გადალახული და რაღაც ახალ, მათი წარმოდგენით ევოლუციურ საფეხურზე უნდა გადავიდეთ. აი, მაგალითად, ერთ-ერთი თავარი იმედი, რაც სოფლიო ელიტებს აქვთ, არის ცნობიერების გაციფრულების ტექნოლოგია. არ არის ახალი, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ბევრი ფული და ბევრი რესურსი და პოლიტიკური ძალაუფლება, თავარი რაც უნდათ ხოლმე, ეს არის უკვდავება. ოღონდ ფიზიკური უკვდავება, არა უკვდავება იმ ფორმით, რომელსაც დაუშვათ ქრისტიანობა გვთავაზობს, რომ აი რაღაც ქრისტეს გაყვები და წამში ხო არის ბოლოს თავდება, რომ მოველი აღდგომა სამკვდრეთით და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესასა, აიგრებ თავდება წამსი, ქრისტიანული დოქტრინა. ეგ უკვდავება არა, აი ეხლა აქ ამ მომენტში ფიზიკური უკვდავება, ეგ არის ამოცანა ნომერი 1. მაგალითად, ჩინეთის იმპერატორი ცნობილი ცინ შიხუანდი, რომელიც არის პირველი, რომელმაც ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობა დაიწყო, მაზეც არის გადმოცემა, რომ ძალიან აქტიურად ეძებდა ამ უკვდავების, ასე ვთქვათ, ელექსირს და ამ ექსპერიმენტების შედეგადაც დაიღუპა, მე მგონი, ამ სხვადასხვა რაღაცებს რო ასმევდნენ მაშინდელი ბჭყალებში მეცნიერები, ვიღაცამ რაღაცა სისულელე მიაწოდა ბოლოს და მთელი ისტორიის მანძილზე ყველა ცდილობდა დიდი მმართველები, რომ ეპოვა უკვდავების ვარიანტი. არ გამოდიოდა. მე-20 საუკუნის ფარგლებში მაგალითად წამოვიდა ახალი იდეები. პირველი რაც მახსენდება ეგ არის, რომ აი სხეულის გაყინვის იდეა იყო. რომ მოდი, ეხლა ტექნოლოგია ხო არა გვაქვს აღდგენის სხეულის, რომ მოკვდებით, ვერაფერს ვერ გშვევიან. აი თხევად აზოტში ჩავდოთ ჩვენი სხეული, გაგვყინავენ და მერე მომავალში ტექნოლოგიები რო დაიხვეწება, თავიდან აგვაწყობენ. მაგრამ მალე მიხვდნენ, რომ ეგ ცოტა ესეთი გეგმაა რა, არა ეფექტური. იმიტომ რომ ვინც ეგრე გაყინეს, დიდად მერე, მეცნიერებს თუ დაუჯერებთ, არაფერი შანსი ხა მაგის აღდგენის თეორიულადაც მომავალშიც არ არის, ხო? შემდეგი იყო, რომ აი რაღაცა გენეტიკური მოდიფიკაციით მოდი ეგება რაღაცა გენში ჩავერიოთ და დაბერების პროცესი შევაჩეროთ და ამაზეც აქტიურად მუშაობენ, ხო? გენების რედაქტირება მართლა არსებობს, ეგეთი ტექნოლოგია. მაგალითად, გენ მოდიფიცირებულ პროდუქტებს თქვენ რო მიირთმევთ, ეგ მაგ გენეტიკური მოდიფიკაციის ტექნოლოგიით არის გაკეთებული და ფიქრობენ, რომ აი ეს გენის ის ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს და პასუხისმგებელია ჩვენ დაბერებაზე თუ დავაკორექტირეთ, შეიძლება მუდამ იცხოვრო, აი უკაცრავად დონეიშენი მოვიდა, მაგრამ წავიკითხავ. შენი აზრით სიკვდილი აუცილებელი გამოცდილებაა თუ უბრალოდ ტექნიკური პრობლემა, რომელიც ერთ დღეს მოგვარდება? ადამიანი თუ გინდა რომ არსებობდეს, ის უნდა იყოს მოკვდავი, ანუ აუცილებელი მოცემულობა, იმიტომ რომ აი რაზეც ახლა მე ვსაუბრობ, ანუ ტექნიკურად უკვდავი ადამიანი, რომელიც აი აქ ახლა როგორიც არის ამ ცნობიერებით, ამ მიდგომებით მუდმივად თუ იცხოვრებს, გარდაულად გადაიქცევა ურჩხულად. ანუ არ არსებობს რამე, რაც მას არ მობეზრდება, არ არსებობს არაფერი, რის გაკეთებასაც ის არ მოისურვებს და ურჩხული გახდება. ამიტომ ჩვენი ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, კი სიკვდილი აუცილებელი მოცემულობაა და ვინც ხა ქრისტიანულ ხედვას იზიარებს, მაგას კიდე სხვა მნიშვნელობაც აქვს. მაგრამ აი რომ დაუბრუნდეთ, რასაც ესენი ცდილობენ. არის შემდეგი, რომ აი დავუშვათ დავაკორექტირეთ ჩვენი გენოტიპი და აღარ ვბერდებით, ხო? მანდაც არის ძალიან კონკრეტული პრობლემა, მაგრამ შენ შეიძლება აღარ ბერდები, მაგრამ ადრე თუ გვიან, ანუ ბედური შემთხვევა დაგემართება, ანუ ვიღაც გესვრის მოკლავს, ხო? ეგეც არ არის უკვდავება და აი მან შემოვიდა ცნობიერების გაციფრულების კონცეფცია, ხო, რომ ჩვენ თუ შევძლებთ, რომ ჩვენი ცნობიერება, რომელიც,
ასე თქვა, გონებაში გვაქვს. ციფრულ მატარებელზე, აი მაგალითად კომპიუტერი რო არის, ხო, აი პირობითად ამის მყარ დისკზე თუ გადავიტანეთ ჩვენი ცნობიერება, პრობლემა იქნება მაშინ მხოლოდ ის, რომ აი ბევრი სერვერი გქონდეს, ბევრგან სარეზერვო ასლები იყოს შენი ცნობიერების და ერთი, ასე ვთქვათ, კომპიუტერიც რო გაფუჭდეს, მეორეზე ხო იქნები და პრაქტიკული უკვდავების ფორმატ ეხლა ყველაზე აქტიურად რაცაც განიხილავენ არის ეგ. და მაგ შემთხვევაში, აი თუ ეგ ტექნოლოგია დაიხვეწა, მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ ადამიანის ცნობიერების გაციფრულება მართლა მოხერხდა, ხო? რა შეიძლება იყოს მე ამის შემდეგი ვარიანტი? მაგალითად, სადღაც სერვერია, ამის ცნობიერება იქ არის, მაღალი სიჩქარის ინტერნეტია, ანუ ამას შეუძლია რომ როგორც ახლა თქვენ კომპიუტერულ თამაშს მართავთ, ისე მართოს რაღაცა მოწყობილობა რობოტი რეალურ სამყაროში და თქვენ თუ გინახიათ მაგალითად Boston Dynamics-ის რობოტიზირებული სისტემები, სადაც აი ყველაზე ცნობილი ეგეთი რობოტი იყო Atlas-ი, რომელიც ჩვეულებრივად დარბის, დახტუნავს, რაღაც ტრუკებს აკეთებს და წარმოიდგინეთ, რომ ეგეთი რაღაცა სამართავი რობოტი მოგცეს, შენი ცნობიერება სადღაც სერვერზეა და ამ რობოტს მართავ დაშორებული მითი და რავი ჩვეულებრივად ცხოვრობ, დადიხარ რაღაცებს აკეთებ აი ამ რობოტის სხეულში ან ვირტუალურ სამყაროებში გადასახლდები. ხა მაგალითად ჩემ ბავშვობაში ეგეთი MMORPG იყო Lineage 2, ხო? და რავი ბავშვობაში 10-15 არა, მაგრამ 10-11 საათი გამიტარებია გადაბმულად თამაშის პროცესში, ხო? და თუ ეხა ცნობიერების გაციფრულება მოხდა, საერთოდ ვირტუალურ სამყაროებს შექმნიან. ანუ ეგ არის იმ ადამიანების იმედი უკვდავებაზე, რომელსაც რელიგიის არ წავს. ტექნოლოგიური უკვდავების ფორმები. ეგ რას იწვევს? ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია და საიდანაც წამოვიდა ეგ ფილოსოფიურად, იმიტომ რომ მარტო ტექნიკურად რო გადვიხილოთ ეს ყველაფერი გასაგებია კიბერპანკი, გასაგებია იაპონური ანიმაცია და ასე შემდეგ, მაგრამ ფილოსოფიურად ეგ რა კონცეფცია არის? ლიბერალიზმი ჩვენ ადრე უკვე განვიხილეთ და ვამბობდით, რომ მას რაღაცა განშტოებები აქვს, ხო? მაგალითად, ფემინიზმზე ვისაუბრეთ. ის ლიბერალები, რომლებიც თვლიან, რომ ყველა შეზღუდვა უნდა მოიხსნას მეტნაკლებად, რაც კი არსებობს. პრობლემა თვლიან მათ შორის ადამიანურ ბუნებას. ანუ ლიბერალიზმი ხო რაღაცებისგან განთავისუფლება, განთავისუფლების იდეოლოგია. ისინი, ვინც დაჩქარებულად მიყვებოდნენ ლიბერალიზმის იდეოლოგიას, მიივიდნენ დასკვნამდე, რომ ადამიანის ადამიანური ბუნებიდან განთავისუფლებაც უნდა მოხდეს. საინტერესოა რა? ადამიანის ადამიანური ბუნებიდან განთავისუფლება მათთვის რატო არის მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ეგეც შეზღუდვები არის. აი მაგალითად ჩვენ რო განვიხილავდით ქალსა და კაცს შორის ურთიერთობებს, ანუ ფემინიზმის თემას, ხო? იქ ხომ თავარი არგუმენტი ეგ იყო, რომ აი ობიექტურად, ბიოლოგიურად კაცი სხვა რაღაცაზეა მორგებული, ქალი სხვა რაღაცაზეა მორგებული. და რა თქმა უნდა, ეხა ვიღაცა გამოშტერებული აქტივისტები მაგას არ აღიარებენ, მაგრამ ვინც ცოტა ინტელექტუალები ყავთ ამ ლიბერალურ ფლანგში და ვინც ცოტა წინსწრებით აზროვნებს, ხვდებიან, რომ ეგ მართლა ობიექტური რეალურად არსებული არგუმენტია. მაგისი აი ესეთი ზედაპირულ დონეზე ბრძოლის საშუალებად რაც შემოიტანეს, იყო აი ეს რაღაცა ტრანსფორმერების, ანუ აი ამ ტრანსგენდერიზმის თემა, როდესაც ამბობდნენ, რომ კაცი თუ ქალს გავს, მოდი ქალად ვაღიაროთ და ქალი თუ კაცს დაემსგავსა რაღაც მაჩვენებლებით ან ოპერაციის შედეგად, მოდი ეს ქალი კაცად ვაღიაროთ და პირიქით, ანუ ფორმა მიმსგავსებული ჩათვალეს არსის ჩანაცვლებად, ეგ იყო, ასე ვთქვათ, პირველი ნაბიჯი, მაგრამ შემდეგი ნაბიჯი, რაც მათ ჭირდებათ, არის რომ აი ამ ადამიანური შეზღუდვებისგან განთავისუფლდეს, მოდი რა ეს ცნობიერება გააციფრულე და მე რანაირ სხეულსაც გინდა ისეც აუწყობ. აი ხო არიან ვიღაცა საერთოდ
დარეხვილი ტიპები, რომლებიც ამბობენ, რომ მე თავს კატად ვგრძნობ. მართლა არიან, ანუ ვიღაცა შეიძლება გეგონოთ, რომ ეხა მე ვხუმრობ. არა, მართლა არიან ეგეთი რომლებიც, თავს კატად გრძნობს რა და ვითხოვს, რომ კატად მაგიარეთ, კატად მომმართეთ და თუ ამ ცნობიერების გაციფრულების თემა შესაძლებელი გახდა, მართლა რავი, ახლა ვინც ეგეთი ფორმით გაგიჟებულია, რავი, ჩატვირთავ რაღაც რობოტიზირებული კატის იმაში და ირბინოს თუ რაღაცა, ხო? ანუ ყველა შეზღუდვებისგან განთავისუფლების გზად მიაჩნიათ მათ ეს ტექნოლოგიური მიდგომა. ეგ პოსტჰუმანიზმი მეორე პრობლემასაც ჭრის. მეორე პრობლემა მაგალითად მათი წარმოდგენით არის, რომ ადამიანი არის მათი აზრით ვირუსი, აი დაუბრუნდეთ მაგალითად მატრიცის თემას, ხო? მატრიცა პირველი ფილმი ვარგა ჩემი აზრით, მეორე და მესამე უკვე გინდყოფილა გინდა რა, ჩემის სუბიექტური აზრით. და აი პირველ ფილმში თუ გახსოვთ, ძალიან ცნობილი სცენაა, ხო? მორფიუსი რო აგენტ სმითს დაჭერილი ყავს და სანამ ეს ვერტფრენით ძალიან ექშენი დაიწყება, მიდის დიალოგი. და დიალოგი არის ეგეთი, რომ ეს აგენტი სმითი მორფიუსს უხსნის, რომ მე თქვენი ანალიზი რო ჩავატარეო, მე არ მგონია რომ ადამიანები ძუძუმწოვრები ხართო. კლასიფიკაციითო, ცოცხალი ორგანიზმებისო. ერთადერთი ორგანიზმი, რომელიც თქვენსავით იქცევაო, არის ვირუსიო. იმიტომ რომ უკონტროლოთ გამრავლება სანამ მატარებელსაც არ მოკლავ, აი ეგეთი პარაზიტული მიდგომა, როგორც თქვენ ადამიანები იქცევითო, მარტო ვირუსს, ასე ვთქვათ, ახასიათებსო და აი ეგ ხედვა, რომ ადამიანი არის დაავადება, რომელიც პლანეტას შეეყარა და ამ ტიპებმა, ამ თავისი ჭკუით პროგრესულმა ტიპებმა პლანეტა უნდა გადაარჩინონ და უმკურნალონ. გასაგებია, რომ ეხა გიჟურად ჟღერს, მაგრამ სამწუხაროდ საკმაოდ ბევრი, საკმაოდ გავლენიანი ადამიანი ამ იდეოლოგიას იზიარებს. ძალიან ბევრი ელიტები, სოფლიო, სვამენ კონკრეტულ კითხვას, რომ აი ეს 8 მილიარდი ადამიანი, რა ჩემ ფეხებად გვინდა. მათი უმეტესობა წესიერად არც აზროვნებს. არაფერს სასარგებლოს არ აკეთებს, უბრალოდ რესურსებს მოიხმარს და ტვინს ბურღავს. ამიტომ ეგენი არიან დაავადება, თვითონ თავის თავს, რა თქმა უნდა, არ მიაწერენ, მაგ დაავადება თვითონ თვლიან, რომ ანუ განსხვავებული არსებები არიან, მაგრამ აი ეგ მიდგომა, რომ მოდი სამყაროს უმკურნალოთ, ზუსტად მაგ ასე თქვა ხედვიდან გამომდინარეა, მე ეგ დასკვნა, რომ მოდი ან ეს ყველანი ციფრულ სამყაროში გადავაკონვერტიროთ და იქ რაღაც ვირტუალური სამყაროები შევქმნათ, ან შევამციროთ. ამიტომ პოსტჰუმანიზმი რამდენად გიჟურადაც არ უნდა ჟღერდეს, არის დღევანდელ მსოფლიო ინტელექტუალურ, ფინანსურ შემოქმედებით ელიტებში ერთ-ერთი მოწინავე და გამსაზღვრელი მიმართულება. კიდე ერთი ასე ვთქვათ, ეს მოვიდა. მიმტანი გვწერს, სულ ანიმებს თუ უყურებ და რომელია შენთვის საუკეთესო. ანიმებს ეხა აქტიურად ვეღარ უყურებ, იმიტომ რომ ძალიან ცუდი გრაფიკი მაქვს, თორე ისე, ძალიან მიყვარს და ჩემი საყვარელი ანიმე არის, რამდენიმე შეიძლება თქვა, მაგრამ Hunter x Hunter ძალიან მიყვარს, ტრიგანი მიყვარს, ძველებს ვამბობ, ეხა შეიძლება ამ თაობა მარც იცოდეს. რაღაც ბანალურობას ეხა იქ Death Note და ეგეთებს არ ვიტყვი, გასაგებია ეხა. ტოპ ეს დიდი სამეული რაც იყო One Piece, Naruto და Bleach-ი ყველა ნანახი მაქვს. One Piece დავანებებ როსტა თავი, ეგ არ მორჩენილა. Boruto ნაგავია, ეხლა გეუნებით, არ უყუროთ. Naruto კაი იყო, Boruto არ ვარგა. მოკლედ ანიმეშნიკური თემები ეგ არის. ხო, კიდე Lelouch's Rebellion იყო ძალიან მაგარი. ხო, ეგ პატარა ლირიული გადახვევა ანიმეშნიკურ თემებზე. მე შეიძლება ცალკე გადაცემაც გავაკეთოთ ანიმაციებზე, რა იყო.
რა იცი რა ხდება. რო დაუბრუნდეთ. აი ეს ხედვა, რომ ხალხის უმეტესობა არის ზედმეტი. აქედან გამომდინარე, აი შემოვიდა ეგ კონცეფცია, რომ მოდი ადამიანისგან გამთავისუფლდეთ და თან ეს უნდა შეიფუთოს რაღაცა პოზიტივით, კარგი შეხედულებით, რომ აი ტრანსჰუმანიზმი დადგება, ხო? მაგის ერთ-ერთი კარგი მაგალითი არის უკვე სათამაშო ინდუსტრიაზე რომ გადავიდეთ, საიბერპანკი. ვისაც გაქვთ ათამაშები, ზუსტად ეგ სამყაროა აღწერილი. და როგორი არის ზოგადად ამ კიბერპანკის ფაბულა, ხო? ჩვენ უკვე Ghost in the Shell-ზე ვისაუბრეთ, Blade Runner-ზე ვისაუბრეთ, აგერ საიბერპანკზე ვსაუბრობთ, არის ეგეთი ფორმულა. High tech, low life. ანუ რას ნიშნავს? მაღალი ტექნოლოგიები და დაბალი ცხოვრების დონე. და სამყაროს ეგეთი ხედვა, რომ აი მაღალი ტექნოლოგიები, რაღაც არ ვიცი, მფრინავი მანქანები იქნება, აუგმენტაცია სხეულის ნაწილების, ყველაფერის ქსელში ჩართვა, კიბერტერორიზმი და შემდეგ ეგ ყველაფერი მოდის უკვე ვხედავთ, ანუ ავტომატური ავტოპილოტზე მოძრავი მანქანები იქნება, მაღალი ინტერნეტ სიჩქარის გამო ყველაფრის უკვე ქსელში ჩართვა იქნება, ეგ ნელ-ნელა მოდის, მაგრამ პარალელურად ხდება აი ეს ძიმე რეალობაც, რომ ცხოვრების დონის დრამატული მატება მთელ მსოფლიოში მაგითი არ მოხდება. ანუ იქნება მართლა რაღაცა ესეთი ტოპ დიდარი ელიტა, რომელსაც ტოპ ტექნოლოგიებზე ექნება წვდომა და იქნება ეს მასა, რომელსაც ეს ელიტა როგორც ნახირს ისე უყურებს.